მე ვარ აფენის ფილიალის გარეგაყიდვების მენეჯერი ვალერი ვარადაშვილი. ახლა ვიმყოფებით ლაგოდეხში, სოფელ თამარიანში, ალექსანდრე ჭიპაშვილის ნაკვეთში. 150 ჰექტარზე გვაქვს დეკალბის ჯიშის 3 ჰიბრიდი, FAO 330, FAO 500 და FAO 550. ეს კონკრეტული არის FAO 330 41-78, რომელიც აღმოცენებით არის idеალური. აქვს მაღალი აღმოცენების უნარი, აქვს მაღალი ფესვთა სისტემის განვითარების უნარი, აგრეთვე ქართულ მიმართებაში არის საკმაოდ მედეგი ჯიში. რიგთა შორის ამ კონკრეტულ ჯიშს აქვს 16-დან 18 რიგამდე, მარცვლების რაოდენობა დაახლოებით აქვს 40-45. ამ ჰიბრიდს ახასიათებთ დაავადების მიმართ მედეგობა, ტენის მაღალი გაცემის უნარი. მოცემულ ჰიბრიდს გაჩვენებთ კრისტალს, როგორი კრისტალი აქვს. არის მაღალ კრისტალური ჯიში. გარშემოწერილობა არის 16-დან 18 რიგამდე და აგრეთვე 50 მარცვალი, 55 მარცვალი სიგრძეში. ამ კონკრეტულ ჯიშებთან ერთად სხვა ჯიშები, რომლებიც გვაქვს შემდეგ ნაკვეთებში განთავსებული, არის 500 ფაოიანი, არის 550 ფაოიანი და წარგიდგენთ ბაგ ჯიშებსაც. მოგესალმებით, ჩემი სახელი ალექსანდრე ჭიპაშვილია, ვეწევი სასოფლო მეურნეობის დანიშნულების ასე ვთქვათ საქმიანობას, კერძოდ სიმინდის მოყვანას. ვიმყოფებით თამარიანის მინდვრებში, ხედავთ, კერძოდ დაახლოებით 140 გექტარი არის ამ ადგილას. სხვადასხვა ჯიშის მოყავს სიმინდისა, როგორც ნაადრევი, ცოტა მოკლევადიანი, ასევე გრძელვადიანები, საშუალოვადიანები. კერძოდ ეხლა დღეს დავიწყეთ აღება, ეს არის დეკალბის ჯიშის კერძოდ ნომერი 41-78. ძალიან კმაყოფილი ვარ იმ კუთხით, რომ არის დამძლე, არის უხმოსავლიანი, ახლა დაფიქსირდა გექტარზე 12 ტონა გადააჭარბა, 12.5-მდე გამოვა, ალბათ 12 ტონა 500-მდე. შარშანაც ამ ნაკვეთში გვეთესა იგივე ჯიში, შარშანდელზე თითქმის ერთნაირად იყო, ერთი ალბათ 200 კილოთ იქნება სხვაობა საგექტრო მოსავლიანობას თუ შევადარებთ.